ჩელენჯი აი 5 თეთრი და ორივე ვიღებთ მონაწილეობას ამ ჩელენჯში. გადავცვალოთ ნებისმიერ უფრო ღირებულში, რამდენ თანხასაც ავაგროვებთ, ნაყინები ვიყიდოთ და ბავშვები გავახაროთ. ნოი. წავედით. მოკლედ მე გადავცვალე და 20 თეთრი დავიმსახურე, მაგრამ სამწუხაროდ გიომ ვერ გადაიღო წესიურად ვიდეო და კადრი არ გვაქვს. წავედით. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაუფიქრებლად მოგცა იმდენი, რაც ხელში ეჭირა. ესეც პირველი შვედი 5 ლარი. აჰა, ეხლა ჩემი ჯერია. გამარჯობა, გამარჯობა. და შეგიძლიათ 5 ლარი. ესეც მეორე ადამიანი, რომელმაც როდესაც გაიგო, რომ ბავშვების გახარება გვსურდა, დაუფიქრებლად მოგცა იმდენი, რამდენიც ჯიბეში ედო. სადამ, აქ არის გვაქვს. გიო, ახლა შენი ჯერია. Thank you. უკვე გვაქვს 11 ლარი. ვიდეო არ გადაუღია ეს ადამიანი და ისე მოგცა ის თანხა რა. ანუ 13 ლარი გვაქვს ეხა ჩვენ. 13 ლარი მაქვს. შეგიძლიათ 14 ლარი გადამიცვალო? გადაგვიცვლი? 13 ლარი მოგცა 14 ლარი მოგცა. თუ გინდა მე უფრო ღირებულში გადაგვიცვალე საფულე, ტელეფონი, ფეხსაცმელი. არა? კარგი. აკი გიო უხსნის ამ უმაგრეს ადამიანს დეტალებს, თუ რისთვის ვაკეთებთ ამ ჩელენჯს და ისიც აღმოჩნდა იმ უიშვიათესი ადამიანების მსგავსი, რომლებმაც გაიღეს ის, რაც იმ მომენტში ჰქონდათ. ზუსტად 1 საათში შევაგროვეთ 22 ლარი და 95 თეთრი, ხო და ახლა დადგა დრო, რომ ვიყიდოთ ნაყინები და ბავშვებს გავახაროთ. ავარჩით ბარამბინოს ნაყინები, რადგან მგონია, რომ ბავშვებს ძალიან გაუხარდებოდათ მსგავსი ტიპის ნაყინი. პაულის გიო და ჯუჯალანი. ჯუჯალანი რატო? ავედი. ხალხო გააკეთე ბავშვები, ვერ ბაულო ბავშვი. მან ჩვენ წავედი, იცი? რაუნდაუნ. და ჩელენჯს დასრულებულად ვაცხადებთ. ჩელენჯი მაქვს შენთან. აი ვინც აი ამ წყალს უფრო მალე დალევს, წაგებულმა 100 ლარი ჩაურიცხოს მეორეს, გინდა? მოგებულს. 100 არა, 50 წავა. კაი იყოს 50 ლარი. ჩამოგავშევით ხელი. კაი, მე დავლევ ამას 15 წამში. 14. 13 წამში დავლევ მე? 12. 11 წამში დავლევ მე? მიდი ახლა. 10, ჰა. დალევ 10 წამში, გაჩელენჯებ მე დიდალი. ვერ დალევ შენ სერე, 10 წამში ვერ დალევ მაგას, მიდიება. თინდა თორე მაშინ. მიდი. 1. არა, 3. მიდი, 3, 2, 1, წავიდა. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. რა ნაირად ჩაგდის? ბოცა ხარ? აი გახარ. არა მაგ TBC. ბიჭო რა ნაირად დალიეს? ანუ არ ვიცოდი რა, შეიძლება დალევადიც არის აწამში ეგრე, მაგრამ არ ვიცოდი. რა იყო ეგ? აი ეს არ უშავ ფულზე შოულო. შენიერია. დება ვიღაც აგდიაძირს რა ამბავია? გასაფხულის დილა, ქარი უფერავს ლაითი, დასაფული ვინა, ჩამირთე ბარი ლაითი, გუში გიგზავნეს. ჰაი თბილისი 15 ივნისი მობრძანით. 2 ბილეთი თქვენზეა ბიჭებო. მე დედა ვარ და გიო, ახლა 4 მაგი ბურგერი მჭირდება 2 მაგი ბურგერის ნაცვლად და ეს ჩემ პატარასთვის, ჩემთვის კი არა. მე მამა ვარ და რა თქმა უნდა. მე დედა ვარ და გიო, მომავალი შვიდი თვე მაგრად დაგერხა. მე მამა ვარ. მე ორსული ვარ და გიო, წეღარო პიცა გამოგაძახებინეს. აღარ მინდა რა, იმედი არ მოუტანიათ, გააუქმე. ბურგერი მინდა და ლაფშა გამოიძახეთ, უშეძლება და ძალიან გთხოვ გეტყვის მინდა და მაღაზიაში ჩაირვინე. მე მამა ვარ, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ. და ახლა გიოს უწევს სახლის დალაგება და აგრეთვე საჭმლის გამზადება, ასე რომ მეგობრებო, ჩვენ აი ეს კბილად გემშვიდობებით. რა ხდება? ხოლე ლალიკოს გამოუწერეთ თემუდან ესეთი გლამადი სმაილები და მოდი დავაკრათ ბუცელზე, აბა. ვისაც ჯერ კიდევ არ გადამოგიწერია თემუს აპლიკაცია, ჩვენი ლინკით გადმოიწერეთ და გელოდებათ უამრავი შეთავაზებები შავი პარასკევისთვის.
გადმოიწერთ ჩვენი ლინკით, დაგვხვდებათ ძალიან ბევრი ვაუჩერი, რომლის საერთო ღირებულებას შეადგენს 300 ლარს. პლუს გამოიყენებთ ჩვენს პრომო კოდს, ასევე დაგემატებათ 30%-იანი ფასდაკლება. ლინკი მითითებული იქნება ჩემს ბიოში და ასევე აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და გადმოიწეროთ. Играла в меня. Мими, он хила могал. А битья, вот себе. Ой, интересно, параллельно нахер. Не. გამარჯობა, ჩემი ატრის ვიდეოზე ძალიან ბევრმა დამიწერა, რომ ორსული არაჯანსაღად იკვებებიო. ხო და მოდი ახლა გაჩვენებთ რეალურად მე და ჩემი 13 კვირის პაწაწინა, რას მივირთმევთ დღის განმავლობაში. აქ გვაქვს კანგაცრელი პომიდორი, ორი კარგად შემწვარი კვერცხი, ერთნაირი ყველი, რომელსაც ვეღარ ვჭამ, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ ვჭამო და რძე. ზოგადად ჩემ პატარას კვერცხით ძალიან მოძულებული აქვს, მაგრამ აი პომიდორთან და ყველთან ერთად ვჭამ და მომწონს შედარებით. სანამ ჭურჭელს დავრეცხავდე, მოდით გაჩვენებთ ჩვენს პატარას. არ ვიცი ახლა შორტებში რამდენად მეტყობა, თან ცოტა ნაჭამიც ვარ, მაგრამ აშკარად ეტყობა რომ გაიზარდა ჩვენი პატარა. 13 კვირის ტოლობაზე აშკარად დიდია, ხო? ეს არის წვენი, რომელსაც ვგიჟდები ბავშვობიდან. ძალიან სასარგებლოა. ბურგერი საერთოდ გადამიყვარდა, ვეღარ ვჭამ ბურგერს. მეზიზღება უკვე. აი რა უყვართ ჩემ პატარას. გიოც მომივიდა, მოდი გიო, მოდი. რა ფენისტია, რა ბურგერი არ მიყვარდა რა? ბურგერი აღარ მიყვარს. მაშინ ვერ ვჭამე, ვერ ნახე, ვეღარ ვჭამე, ხინკალი კი ბატონო. ვეღარ ვჭამ ბურგერს, ამ ზიზღით ვჭამ. მაშინაც სიქრა ვიყავით დიდი ბურგერი ვჭამით, აი ვერ ვჭამე. ნუ მიშლი ვიდეოს. აქ გვაქვს დაჭრილი მსხალი და ატამი. რაც მოხს რაც მომეყვება, იმას ვჭამ. ხოლმე რაღაც აქში მაქვს. აქ მაქვს მაკარონი მაწონთან ერთად, მაგრამ მაკარონი ძალიან ბევრი მოუხარში შემთხვევით ჩამეყარა და ამის ნახევარსაც ვერ შევჭამ, ანუ ძალიან ბევრი არის. მე თუ მომინდა დავაყოლებ ჩემ გამომწვარ ერევნის ქადას. მაგრამ კიდეც მაინც ვერ იდევი და დიდად არც მინდება ახლა უკვე. ვის კომენტარსაც ლაიქი არ ექნება, შაურმაინი გადასცემს 2 შაურმას, ერთ ცისფერს, ერთ ვარდისფერს, რათა დაპატიჟოს შენი მეწყვილეც. ასე რომ დააკომენტარე, დაალაიქე ეს ვიდეო და შეიძლება შენი გახდეს ეს ფერადი შაურმები და გამოიწერე ეს გვერდი, რათა ნახო მეტი სიახლე. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. ნაწილი 3. ეს იქნება ძალიან მაგარი. გიო, ზოგჯერ როდესაც სარესხს რესხავ ხოლმე და მე შემოგაქრო მე დავკეცო და შევინახო კარადაში, ძალიან ბევრი როა და შენახვა მეზარება, ისევ სარესხ მანქანაში გიყრი ხოლმე ნაწილს, რომ ცოტა შევდოუცებ და დანარჩენი ისევ თავიდან გარეცხო. რა უნდა მოსუხა რა. ვინ ლაპარაკობს ამ თემაზე?
კიდე იმ გოგოზე მაგხა. თქვენ უსმენთ და არ გამსჭით. ჩვენ ვუსმენთ და არ გავსჭით. გიო, როდესაც 21 წლისები ვიყავით და შენ ერთხელ ძალიან გამაბრაზე და შეხვედი მაღაზიაში რომ ლუდი გეყიდა, სანამ არჩევდი რომელი ლუდი გეყიდა, მე ყველა მოლარეს რომელ მაღაზიაში შეხვედი, ყველას ვეუბნებოდი რომ ეხა ბიჭი მოვა. 21 წლისაა და ძალიან გთხოვთ ლუდი არ მიყიდოთ და უთხარით 25 წლამდე ლუდს არ მიყიდით თქო და ყველა მაგიტო გთხოვდა პირადობას და მაგიტო იყო რომ იმ დღეს ლუდის საერთოდ ვერცერთ მაღაზიაში ვერ იყიდე. იმიტომ რომ ძალიან გამავრაზე და არ მინდოდა რომ ლუდი დაგელია. ახმელიაზე ვიყავი მაგით თვალი. რომ შეგობა ჩემში შენ პახმელია გქონდა თუ ყევოდი. ვაიმე, თქვენ უსმენთ და არ გამსჭით. გახსოვს იმ ლამაზ გოგოს? უსმენთ და არ გამსჭით. გიო, გახსოვს დაახლოებით 2 კვირის წინ შენ Facebook-ზე ყველა გოგო მეგობარი რომ დაგიბლოკა შემთხვევით. ეგ მე ვიყავი წინა დღეს ძალიან რომ გამაბრაზე და სახლში არ მოხვედი. მე ავდექი და შენი აკაუნთით აბსოლუტურად ყველა გოგო დაუბლოკე და შენ კიდე მე მთელი ერთი კვირა Facebook-ს აბრალებდი რა დაემართაო. და იდაშულები მყავდა, ვიდაშულები. არა, ჩემთვის მნიშვნელობა ყველა გოგო მეგობარი დაგიბლოკე, ვინც კი წავდა. სხვა აკაუნთით წერთ სხვა გოგოს. ჩვენ უსმენთ და არ გამსჭით, გახსოვს? ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჭით. გიო, შეაფირისტო, გუშინ რო თქვი რომ ლალიკო მეგობრად შეგეფერება ესე გითხარი. თუ პირიქით არის, მესამე მოსვლაზე ლალიკოს რა უთხარი, აბა გითხე. ეს ბიჭი რა მოგაწონა მეთქი. ჩაშვება არ მინდოდა მზიკოზე და არ ვთქვი, სწორია. მადლობა მზიკო. აი, ჩვენ შეაფერისტო. უსმენთ და არ გამსჭით. აი, შეაფერისტო. კარგი. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჭით. მზიკო უნდა გამოგიტყდე რაღაცაში. გახსოვს დაახლოებით 2 კვირის წინ კატალი რო გაქრა შენი სახლიდან და გიოს რო დავაბრალე რო გიომ ჭამა მეთქი. სინამდვილეში მე ჩავიწყე პარკში და წამოვიღე სახლში, გოზნაყი უნდა გამეკეთებინა და არ მქონდა. ჩვენ იმიტომ რომ შენ კარკაკას ყიდულობდა, მე ვერ ვიყიდე ეგეთი. შეგარგოს ღმერთმა. ირცი ხარ დედა მაგ სკოლის გამო. კარგი, ჩემი ჯერია. ჩვენ უსმენთ და არ გამსჭით. დღეს ბურგელაინში რო ვიყავით და რო დაგირეკე და ფული გადმომირიცხე მეთქი, ბარაძე არ მაქვს მეთქი. ქონდა. თან ორივეს ქონდა. უბრალოდ ჩვენი ფული მატყუებს რო? ჩვენი ფულის დახარჯვა ჩვენ არ უსმენთ გვინდოდა. და არ გამსჭით. ჩვენ უსმენთ და არ გამსჭით. კარგი, ახლა მაშინ მეც გეტყვი, გაგიმხელ. ერთი თვის უკან რო გითხარი, დედა ფული არ მაქვს, არ მუშაობ. გამიჭირდა მეთქი და ფული გადმომირიცხე და გადმოგარიცხინე 200 ლარი. ფული მქონდა, მაგრამ ეგრე მოგეკეცი. შენც ხო ესე მეკცევი ხოლმე. ჩვენ უსმენთ და არ გამსჭით. მზიკო მაგარი ხარ რა. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჭით. მზიკო, მაშინ მე ვიტყვი ბარემ ბოლომდე მაგას. გიო, ეგ 200 ლარი მზიკომ რო გადმოგარიცხინა, მაგ დროს მზიკოსთან ვიყავი კაკრას დასახმარებლად, რაღაცები უნდა გადმოგვეტანა და ჩვენ წავედით მაგ 200 ლარად და ხინკალი ვჭამეთ. და შენ არ გითხარით. ეხლა არ გვაქვს უფლება ზალდე დამთილი გავიდეთ და მივირთვათ გემრიელად, როცა გვინდა. ზუსტადად. ო კარგი, ორი ერთზე ხართ ესე იგი. აი, რომ მითხარი რომ ჭირდება ფულიო გადმომირიცხეო და თქვენ რო წასულხართ რესტორანში და გიგულავიათ. ლალიკო, კონვერტში 250 ლარი ქონდა, ხო იცი? 50 ლარი გადაგჭა. ჩემი დაბადების დღის. ჩვენ უსმენთ და არ გამჭით. ბიჭო, მაგიცი ის კაბლონა მეყიდა მე. 300 ლარი რუღის, დამპალო. ჩვენ უსმენთ და არ გამჭით. ხო და დამიმატებ შენ. ხინკალი გიჭამიათ, ხო ხინკალი? რატო არ მითხარი? გადარა დღემდე იქა მაგ. სიკო. მოვკლათ. უნდა მოვკლათ. ირა ნახე ჩვენი გოგო როგორ ურწყავს. ლალი დაუქირავი ავტობუსი, რომელიც თავარი მოთხოვნა იყო, რომ არავინ არ უნდა ყოფილიყო. მე ეს გავაკეთე. ლალი იმგზავრე რა გინდა. ყველასი გადახდელიანო, ყველა ლარია გადახდელი ყველა იმაზე რა. გელა ვარ ბარკალაია. საათ შეხედე.
3 დღე არ მუშაობთ, მაგრამ ეგეთია ხე. მაგრამ ჩვენთვის დრო ყოველთვის გაჩერებულია, როგორც ჩემი საათი. ხმისა დაგიქალოს. იენდექსმა დაამატა ავტობუსები გამოძახებით და სულ სადღაც 2 ლარში მივდივარ სახში ვაკეთილიდან ისნავე. კი ბატონო, თაც სრულიად მარტოები იქნებით. ძალიან მაგას გინდა კეთავზანდეთ გინდა. თქვენინება. ორჯერად იყვება. ამოხიბო. კი, როგორ გასუხურდი ხარ რა, რაგი. შენს არა ნაკლებად ჩაკუთხინდი. აი რა გეწყინა გადაო. ამელოდე. აი რა გაწყინი ხაიგი. ხმა აღარ გამს. ეხა სანამ ამას შემოვიდი იგებს. როგორ გარბის ნო? ატრიალდი. აი შემოვიდი იგებს რა ნე. არა რა უთხარი, რა ეჭინა, ვერ გავიგე. ეხა უნდა ავწომეთ ლალი, ეს გადაწყდება ლალიკოს სახში მიდი თუ რჩება. კარგი, ეცოდე 1-2 კილო უნდა გამომაგრო. მიდი. ვაიმე, 2 კილო თან ნაჭამი ვარ, 3 კილო უნდა გამომაგრო, გიო. მე კი მუთოს გავაყოლებ. ეს მაგრამ გადავლაბე? მოტყა გადამყვანილობთ. კეითმა გამოგიგზავნა თავისი პროდუქცია და მოდი ახლა ერთად დავაგემოვნოთ. გავაგემოვნებთ შეფის გაკეთებულ ატრიებს. ჩემი არის ატრია ტერიაკის соусით. ვაიმე, ისეთი გემრიელი სუნი აქვს. ჩემი ტკბილი ცხარი, მაგრამ ეს ცხარი რომ მიყვარს დაამატეს. აი ესე გამოიყურება. გატენილი კი არა, ნახოთ გემოები რა. ტერიაკი ძალიან გემრიელია. ძალიან მომეწონა და შეფ ბრაურა. ტერიაკის соуსი არის უგემრიელესი. არიან ახალი გახსნილები და მათთვის ჯანსაღი კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მე ხეთ შევაფასოთ. მე ტერიაკის соуსით ძალიან მომეწონა. ადამი არის ძალიან ნაზი რა. მათი ფილიალი მდებარეობს გლდანი მუხტიანის ტერიტორიაზე ომარ ხიზანიშვილის 156 ნომერში. ასევე არიან ვოლტზე და გლოუზე. ბრინჯი კრევეტით ცხარე. ჩემი არის ქარის соуსით. ასევე გამოიწერეთ Instagram-ზე და TikTok-ზე. ვარი მსუკანი კრევეტებია. ძალიან ცხარი და ძალიან გემრიელია ეს. ჩვენთან ძალიან შორიდან მოვიდა და მაინც შენარჩუნებული აქვს ცხოვან. ძალიან კაია რა. შეკვეთების ზრდასთან ერთად გაიზრდება მიტანის არეალიც. ასე რომ ანუ მაგას მოიტანენ შეუძლებლად. კი. ისიც. ატრიას საქონლის უმამის соусით. მე გავსიჯავ ვეჯის, ბრინჯით, ტერიაკის соусით. აუ, ძალიან კარგად გამოიყურე. ეს გამოიძახო და თაროში დადო. ყველაზე მეტად მომეწონა ძროხის ხორცით რა. აი ეს არის რაც არის რა. აი ჩემთვის არის იდეალური ატრია. მიუხედავად იმისა, რომ ახლები არიან, უკვე ძალიან შემიყვარდა. ძალიან გემრიელია. შემთხვევით გადამეყლაპა ეს ვაინს უცა. უბრალოდ არა მარტო ატრია, არამედ ჩანგალის გემრიელი იყო. ხალხო აი შაგალი შეჭამა რა. გადაეყლაპა ერთი ცალიო. ერთი ცალიო, ერთი ცალი. ერთი ცალის მეორე პროსტა მომატრეთ. ყველაფერი იყო გემრიელესი და განსაკუთრებით მომეწონა ტერიაკის соусით, ვეჯი პირველად მომეწონა ვეჯი და ასევე ქარის соусით ბრინჯი, აი არის განსაკუთრებით მომეწონა უგემრიელესი. მე ძროხის ხორცით მომეწონა ძალიან მაგარი და მოთქვინ რა. კიდე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ ვუსმენთ და არ გამსჯით. იმედი ამ ვიდეოს შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს არ დავშორდებით. პირველად დედა ჩემი გაგაცანი გახსოვს? შენ რო დახვედი მითხრა მეგობრად უფრო გამოგადგებოდაო. ციკო? ციკო? არ ჯერა.
მოეწონე ძალიან. მე მგონა რომ მოეწონე პირველ დღეს. ჩვენ ვუსმენთ და არ გამჭით. მეგობარო. კარგი, რადგან მშობლებზე მიდგა საქმე, მეც არ დაგიმალავდა გეტყვი, რომ პირველად როდესაც ჩემი მშობლები გაიცანი, დედა ჩემმა ასე მითხრა, ლალი, შენ მეგონა უკეთესი გემოვნება გექნებოდაო. ედაო. რა ხან მშობლებზე მიდგა საქმე. ჩვენ ვუსმენთ გიორგი და არ გამშვით. ძალიან კარგი, მეც მეგონა უკეთესი გემოვნება მექნებოდა. კარგი. პირველად რომ შენი დათალი გამაცანი. ის უფრო მომეწონა. თამუნა? თამუნა. ჩვენ ვუსმენთ და არ გამჭით ეხლა. კიდევ კაი აღარ მეგობრობ. კიდევ კაი დორე დაგაწესყანები ყველაფერს. ჩვენ ვუსმენთ და არ გამჭით. თამუნა. თამუნია. კარგი გიორგი, ჩვენ ვუსმენთ და არ გამშვით. გახსოვს პირველად რომ საჩუქრების საყიდად წამიყვანენ, შეყვარებულები რო გავხდით. კაბები რო უნდა გეყიდა. მე მინდოდა რომ შენი გემოვნებით რამე სიურპრიზი გაგეკეთებინა და რადგან შენი გემოვნებით არაფერი გამიკეთე და წამიყვანე კაბები უნდა გიყიდო, მაგიტო შეგიყვანე სპეციალურად ზვირიან მაღაზიაში და მაგიტო დაგიჭდა ჩემი საჩუქრები იმ დღეს 675 ლარი. ყველაზე ზვირიანებს დავადე ხელი, ღირსი ხარ. და სინამდვილეში იქიდან იმ 3-დან 2 საერთოდ არ მომწონდა. პირველი ხელფასი მქონდა 800 ლარი აღებული და 675 ლარი მაგ საჩუქრებს. ხო და ღირსი ხარ. ანუ შეგერთო კრეატივი, მე რო გეკეთებ ხოლმე კაცებს. აი, ჩვენ ვუსმენთ და არ გამჭით. პირველ პაემაზე წვიმა რო წამოვიდა და შემთხვევით რომ გალერეაში აღმოჩნდით, KFC რო ავიღეთ. 18 ცალი ფრთაჭამე და დიდი ბურგერი და მე მეუბნებოდი რომ ნაჭამი ვარო. რა ხორობა იყო, რა უბედურება იყო. გულში ხო თუ არ უნდა მეთქვა უეჭველი რა. ეს რა 18 ფრთას მამადრილი ერთად. დაგითვალი და 18 ცალი ფრთა ჭამე გოგომ და აი ცხინას აი ესე იშორებდი და ეს. არ ვიშორებდი, ერეოდეს იშორებდი. 18 არ მომიტანე და რა მექნა აბა. ჩვენ ვუსმენთ და არ გამჭით. აი მამადრის. ჩვენ ვუსმენთ და არ გამჭით. გახსოვს ჩვენი ქორწილის დღე, იმედია გემახსოვრება როგორ დაგორწილი. აი ზოაზე დღე. შემდეგი შენ რო კიკებით მოგქონდა მთელ ქორწილში თავი შარვალ კოსტომი, მაგრამ მიხდებაო ამ მურაგბე კაცო. და მე რო სულ მეკითხებოდი როგორ მიხდებაო და კი ძალიან კარგად გაგთქო. ერთი ზომით პატარა შარვალი რო გიყიდია და გამოკვეტებული იყავი შიგნით ეს შენი თეძვები და ბარკლები რო ესე ჩანდა. აი ეს თელი დღე გულში მაგ, თელი ცხოვრება რა დავქორწინე იმის მერე გულში მაგ რა. შენი ზომა ვერ აიღე? ჰა? საერთოდ არ გიხდებოდა მინდა სიმართლე რო გითხრა. აღარ მიგია. აღარ გიგა. ასაბილა ფული მივეცი ჩემი მაგარი. აი სუმეუბრებოდი რომ გიხდება, მთელი ქორწილი შემიძლია. ანუ ვიცი რომ ზვირიანი იყო, მაგრამ შეგეძლო ერთი ზომით დიდი აგეღო. რა საჭირო იყო ზომით პატარა, ყველაფერი ზედ გეტყობოდა. ო იმ კერავის. მოდი აქ თამუნაო ხო? ჰალური ლოგიკა ნაწილი 5. 7000 ეს ვიდეო არ უნდა აწდეს, რომ ხვალ დღეს დავამთავრებ. ვერ ლაპარაკობ. ოდესმე ჩემთვის გიღალატია? მარას დროს ხმარ გაგიჟებ. გიგორა ხარ. აუ ზამ ჩახტი რა იყო ეს? აბა გუხიცი რომ დამესის მრა რა იყო ეგ? გუხიცი რომ დამესის რა ვისთან იყავი? მართლა დამესის. კერაცვიანი იყო? მაშინ ხო ყურებით გიწვია და ეხლა თულა გიწვიო. კერაცვიანი იყო? ქერა იყო ხო არ გახსოვს? როდი, როგორ არ გახსოვს? რა მატირედა თუ გარკვეული მატირედა. მე ვტიროდი. ხა მე ხვიდა არ გახსოვს. კიო ძალიან ლამაზად მასშია, მოვდი ვარ და უცებ გაგვიწვიმდა. შენ რას მოიმოქმედებ? ქურთუქს მომაცმევ. ბ ხილში ამიყვან რომ არ დავსველდე. თუ გ შევაფარებ სადმე თავს. შევაფარები სადმე თავს. არც ერთი პასუხი არ არის სწორი. დ მეცეყვები წვიმაში. არის რომ ჩემი ხდება წვიმაში მეცეყვ. ჩაყალი ახლა თავი. არა, მეოთხე პასუხი სულ უნდა გქონდეს რაღაცის რა. რა თქმა უნდა, რითი ვეღარ გაიცანი შენი ცოლ. კითხვა ნომერი 3 და არ დაგავიწყეთ ჩვენი გამოწერა. გამოგვიწერეთ და Facebook-ზეც გადმოვყევით რა. დავიწყეთ მოკლედ. Facebook-ზეც გადმოვყევით აუცილებლად. კიო, როდესაც ცოლს ფულს ესხები, რა უნდა ქნა? დაუბრუნო თუ ბ არ უნდა დაუბრუნო ფული? ეგ მარტივი, არ უნდა დაუბრუნო ცოლს ფული. პასუხი არის გ, რა თქმა უნდა, ცოლს ფული არ უნდა ესესხო. არ
ის 150 ლარი არ მოუწდება რომ ეს ხე. თუ გაინტერესებთ გიოს წამების ნაწილი 6 აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო. ლალი ძმაკაცებთან უნდა გავიდეთ ეს. ისევ. აღარ მომიკითხო. აღარც მომწერო. აღარ დამერეკო. კარგო. დღეს გადი. რა ხმა არის გარეთ? კაფხულის დილა, ქარი უპერავს ლაითი, დასაფული ვინა, ჩამირთე ბარი ლაითი. გიო, აბა თუ იცი რისი დროა? ჩელენჯი. 500 ლარ ჩამოვდივარ, თუ მაგას 2 უკმაში შეჭამ. 2 უკმაში. დამანახე ვარ ამხელა. აბა მიდი თუ 2 უკმაში შეჭამ, 500 ლარი შენია. არა, 2 უკმაში. 2 უკმაში და 500 ლარი. დამწნილდით დროზე. აი ბიჭი. მინდა კუჭავ. ой, ეს 2 უკმაში არ ითვლებოდა? არა? კაი. ეკლა მგონი 500 ლარი წავაგე. ბიჭო, ანუ რეკორდიას. რასაც ვეუბნები, იმ უკმაში რანაირად ჭამს? ბოლოზე უნდა ვუთხრა 1 უკმაში თქო თუ შეჭამს. აი შემდეგ 1 უკმაზე თუ არ დაგაჩელენჯო, მე ვიყო კუ. აი ხო, პაპალამ ვიყავ 250, შენ 250 მე. აი ხო. გამოგერიცხავ. აი გეხვეწები, გვას, შევხედე რა საკეთებ. გვას, როგორი? ანუ ეს ისტორიებს მეგობრებო მთელი გზა თმას. და აგერ მისი მამა მისი დაიარება წინ ბავშვ ყურადღებას საერთოდ არ აქცევს და დებილობებს აკეთებს ბავშვი და უყურადღებოდ წავს. კარგი. უხარდეს ეგონება რომ საგიჟისთან გამოგეცაბა. ნახევარხები ხალხმა და მაგიტომ სწორე ჩემ. კარგად გაქ რა გინდა? არა, მოკონი თუ. სწორედ ხა ყურებს უნდა გიწერიოთ. არა. მე ვარ ქმარი და რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყოველთვის ფული გადის ჩემი ჯიბიდან. მე ვჭამ. მე ვარ ქმარი და რა თქმა უნდა, კომუნალურებს მე ვიხდი. იცვა. მე ვარ ქმარი და რაც არ უნდა გაგვიდეს, სახში ყველაფერს ვაკეთებ მე. მე რა თქმა უნდა ვჭამ. მე ვარ ქმარი. ამიტომ დაბიკდით. ალინ დავმიყვა საშუალო ნაკირი ჯამოთ. საშუალო ნაკირი ჯამოთ. Ha ha ha!